ამბების მოსმენასაც შეუძლია სასწაულების მოხდენა. ამბებს შეუძლია შეუძლებელი შესაძლებლად დაგანახოს და შეგიმოკლოს სავალი გზა. ამიტომაც სამყაროს უდიდეს ცოდნას ზღაპრულ და მითოსურ ამბებში ხვევდნენ. ამბავმა შეიძლება გაჭრას ფანჯარა შენ ცნობიერებაში, შენი ამბიდან გამოგიყვანოს და დაგანახოს, რომ რაღაც სხვა, უფრო დიდი ამბავი ხდება. ამბავი გაძლევს პასუხებს, მაგრამ რაც მთავარია, გიჩენს უფრო მეტ კითხვას, რაც ცნობის მოყვარეობის ნაპერწკალს ანთებს. ეს ნაპერწკალი კი დიდ ცეცხლად გადაიქცევა. ასეთ ამბებს მოისმენთ დღეს, ერთი შეხედვით დაუჯერებელს, მაგრამ აუცილებლად დამაფიქრებელს. ამბავი მარიკაზე, სიკვდილზე, სიცოცხლეზე, სიმღერაზე და ადამიანურ თანადგომაზე. როგორ არაჩვეულებრივ საზოგადოებაში ვარ, მაგრამ წინა ცხოვრებების გჯერათ თქვენ. სხვათა შორის ჩამოგვივიდა ჯგუფი და ხო და რაღაც განსაკუთრებული ვიღაც ძალიან ლამაზი ქალი ერია ამ ჯგუფში და მოკლედ გადამეხვია მარტო მე ვიფიქრე ალბათ ან წინა წელს იყო მე ცუდი მეხსიერება მაქვს და ვერ მახსოვრებ ხშირად ან წინა წელს იყო ალბათ და ან სადმე უცხოეთში ვარ შეხვედრილი თქვა და მეც რაღაც ვუღიმი თავიდან მაგრამ მე რომ მიყურებდა სუტიროდა ეს ქალი და რეგა მიყურებდა მარტო მე მოკლედ და რაღაც უკვე დაძაბული ვერიდებოდი და ბოლოსკენ უკვე რომ მეორე დღეს უნდა წასულიყვნენ ეს თარჯიმანი ვინც ყავდათ მეუბნება რომ მაგასო შენთან დალაპარაკება უნდაო და თურმე მაგისი წინა ცხოვრების დავყოფილო და ეხლა როგორი სიტუაცია ზუსტად ასე ვხედავთ აქ და ეს უკვე გარკვეულია რომ ანა და ეს რა ქვია კრისტა ბუში დები იყვნენ და ვეკითხები ხა ამ კრისტას რომ მეთქი თუ იცი მეთქი საიდან იყავით ან ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ანუ სად ცხოვრობდით თქვენ დები ანა ამასობაში ხვეტავს ამას იატაკს ანა იყო სირიის დედოფალიო და განარა დავაშავა იმ ცხოვრებაში ასეთი თქვა რომ ეხლა მაგათ დამლაგებლად მომავლინა განაირად ამოგიცნოთ ასე თქვა და ეგუნარი ქონდა იმ ადამიანს ნახავს და ანამ ამოიცნო YouTube-ზე ნახა თქვენი ვიდეო და ჩამოვიდა რომ შემხედრო და მე და ესენი მოკლედ ჩაყირობდნენ მე მთელი ის და შენო ჩემ დანახვაზე რამე იგრძენიო და მითხარი ვერაფერი თქვა მან ზანი მედგაცურებული და ესე რომ შაყირობდნენ დანარჩენი ჯგუფის წევრები იმის მერე აღარ ჩამოსულა და ძალიან ბევრი სასწაული ხდება მოკლედ თქვენ თავს მაგრამ ნუ ეხლა თავარი გმირი მარიკა ყავს ამ შემთხვევაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა პირველ რიგში იმისთვის რომ დამთანხმდი რომ ამ ყველაფერზე გელაპარაკა იმიტომ რომ არიან ხოლმე ადამიანები ვინც მსგავს ისტორიებს ყვებიან მაგრამ არავის არ აქვს სურვილი რომ გააზიაროს და ალბათ მაგას რაღაცა გამბედაობა ჭირდება ან შინაგანი თავდაჯერებაც ზაობა მოწიფულობა თავიდან ეგ ამბავი რომ მომიყვა მადონე იმდენად ვიყავი ახტაცებული
ყოველთვის მახსოვდა და ჩემ მეგობრებსაც უყვებოდი ხოლმე სიმართლე რო გითხრა, რომ აი თქვენ იცით რა შეუძლია ქართულ მუსიკას, აი ესეთი ადამიანები არსებობენ და რა გახსოვს, აი ამბავი რომ მომიყვე თავიდან, რაც გახსოვს, რა შეგემთხვა და მე ნელ-ნელა ქრონოლოგიურად გავყვეთ. მოკლედ იმ დღეს პირველი ხელფასი დამირიცხა. ხო და სამსახურიდან სახში მივიჩქაროდი, რომ თუნდაც ბარათი ამიღო, იმიტომ რომ ჩანთან მქონდა წაღებული და ბარათი სახში მქონდა დატოვებული. ხო და აქედან გამომდინარე სახში მივიჩქაროდი, თან მეგობრებსაც ვაცნობე, რომ აი დღეს ხელფასი, პირველი ჩემი ხელფასი დაირიცხა და წავიდეს სადმე ერთად დავღნიშნოთ. ხო და სამსახურიდან სახში რომ მივდიოდი, ზებრა გადასასვლელზე, არ ვიცი ვიჩქარე თუ ეგ მომენტი კონკრეტულად აღარ მახსოვს. მე როგორც მახსოვს პატრა მონაკვეთ რომ ყვითელი იყო და მაგ მომენტში ვეცადე გადარბენა, მაგრამ მალევე წითელი აინთო. აქედან გამომდინარე ვეღარ მოვასწარი და ნუ მოკლედ მომივიდა ცოტა ცუდი ავარია. ცოტა ბილად ნათქვამია ამ შემთხვევაში. ხო, მოკლედ გადარბენის დროს ჯერ ერთი მანქანა დამეჯახა თავისი სწრაფით, ამაგდო როგორც ვიცი და შემდეგ მეორე მანქანის ბორბლების ქვეშ აღმოჩნდი. ფიზიკურად ვერც მეორე მანქანამ ვერ დაატურმუზა, როგორც ამბობენ და გადამიარა. შემდეგ სულ გამხდარი ვიყავი, როგორც ამ მომენტში ახლა ვარ და აი შუა ნაწილში მანქანის შუა კიდეში ჩავეტიე და იქ უბრალოდ ხალათი მეცვა მაშინ სამსახურიდან და ეს მოედო როგორც ვიცი მანქანას და მანქანა მათრია კარგა ხან სანამ ის გაიხადა გამოუძვერი მოკლედ. სად ხდება ეგ? ნუცუბიზის პირველი ქუჩა, დელიზის მეტროდან ასასვლელი რო არის, აი მანდ. ხო, მე უკვე აი იმის შემდგომ მომენტი უკვე მე აღარ მახსოვს. ეგეც ძალიან უცნაურია რაღაც მხრივ, იმიტომ რომ როდესაც იმის და მიუხედავად რომ კლინიკაში თითქმის 1 წელი გავატარე, როცა სახში გამწერეს, თითქოს ეზმარი მესიზმრა რომ შვილო რა ხარ შენ სამყაროში დაბრუნდი, ჩვენი სამყარო შენ საქმე აღარ არის. ხო და ამიტომ ძალაუნებურად ის წელი 2017 წელი თითქოს წაიჩალა ჩემი გონებიდან. არც ის თუნდაც იქ რა ვნახე, მაგრამ უბრალოდ მომენტალური შეგრძნებები ჩამრჩა, რაც იქ იყო და მონაყოლი. მაშინ რას ყვებოდი, ფიზიკურად ისეთ რაღაცებს ვამობდი, რომ ვერ მოვიტყუებოდი, ან რატომ მოვიტყუებოდი რის საფუძველზე. იმას ვამბობდი იმ მომენტში, რაც ვიგრძენი, რაც ვნახე და მაგას ვსაუბრობდი. ხო, მაგრამ აი სახში რომ გამწერეს ეს ყველაფერი რომ წაიჩალე ის 24 საათი ექთანი ექიმი ვინც მივლიდა, ისინიც კი დამავიწყდა, დამრჩა მხოლოდ კლინიკის მომენტები, როცა ანა მოდიოდა ჩემთან რეანიმაციაში, კი როცა მიმღეროდა, მაგ მომენტში თუ ვინმე მოვიდა ჩემს ანახავად ახლობელი, ან ეგ მომენტები ჩამრჩა გონებაში. მე რას გრძნობდი, მე რას ვაკეთებდი, ანა როგორ მღეროდა, თან როგორ ტიროდა. ეგ მომენტები დამახსოვრდა. რას გრძნობდი, როცა ანა მღეროდა? აი, ბედნიერი ვიყავი, სიმშვიდეს. ნახე სხვა მომენტებში თან კახექსია მჭირდა, როცა კომიდან გამოვედი მაგ პერიოდში და ძალიან მტკიოდა სავარაუდოდ ყველა ორგანო. ფიზიკურად ეგრე იქნებოდა, მაგრამ როცა ანა მიმღეროდა, აი არ ვიცი, უბრალოდ სხვა სამყაროში აღმოჩნდებოდი ხოლმე. ისევე ანალოგიურ სიმშვიდეს გრძნობდი, რასაც თუნდაც იმ საიქიოსში, ან თუნდაც 3 თვე სხვაგან რა განზომილებაშიც ვიყავი, ისევ იქ მაბრუნებდა ის სიმღერის პროცესი.
რატო გადაწყვეტეთ რომ გემღერათ? ხო, მოკლედ მარიკას ამბავი რომ გავრცელდა, ისე იყო რომ აი ექიმები ხო საერთოდ არაფრის იმედს არ იძლეოდნენ. ნუ თუ გამოვაოდეს მე კომიდანო იქნებაო რაღაცა აი დადებილებული ან სტომით ვერ ილაპარაკებს, ანუ ის სფერო აქ დაზიანებული ტვინის რომელიც ლაპარაკზეა თუ რაღაცა აი ანუ არაფრის იმედს მაინც და მაინც არ გვაძლევდნენ რომ აი ეს გადარჩენი შეიძლება სასიცოცხლოდ მაგრამ ეს რაღაცა ვერ იქნებოდა სრულფასოვანი ესე ვთქვათ და მე კონდა მაგ დროს კონტაქტი ქალბატონია მეჯბრეი რომელიც ჩვენი მეგობარია შოტლანდიელი თან ფსიქოლოგია და მეჯი პერიოდულად მეკითხებოდა მარიკას ამბებს და მეც უყვებოდი ახლა რა მდგომარეობაც იყო და მთხოვა რომ იქნებო მიხვიდეთო ყოველდღე ვაში პალატაშიო ან რეანიმაციაში მოკლედ რაღაცა უმღეროთო ეგრეთ წოდებული სამკურნალო ჩვენი სიმღერები ქართული მე არა ახლა არც შევსულ ვარ იქ სიმართლე ვთქვათ მაგრამ ანამ რაღაცა ეს ოღონდ რაღაცა იმედი გაჩენილი იყო და ყველაფერს იჯერება ამ დროს ადამიანი და ანა ყოველდღე მიდიოდა და უმღეროდა მარიკას ლოგინთან და მე აკვირდებოდა თუ აკვირდებოდი თითქოს მაგ დროს აი იღიმებოდა სავით აი სახეზე სხვანაირი და ექიმებს რო ვეუბნებით აუ არა ესო თქვენო გინდათო რომ ეგრე იყოსო და გეჩვენებათო და ბოლოსკენ უკვე ვემალებოდი ამ ექიმებს რომ არავინ არაფერს არ ვეკითხებოდი და საბედნიეროდ მე რაღაც და რამდენი ხანი გაგზელდა იქ? 3 თვე ნახევარი იყო მოკლედ იქ და ზოგადად აი ბევრი მაგალითიც ვიცი, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებული მომენტებია ხოლმე, როცა სიმღერას ხშირად გადაურჩენივართ. აი თუნდაც იმ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, ვინც სიმღერით დაგვიკავშირდნენ, მათ შეაგროვეს აი არც გვითხოვია, არც არაფერის აი სპონტანურად მარიკას სამკურნალო თანხები. რაც კოლოსალური თანხები. ძალიან კოლოსალური იყო იმ დროს მით უმეტეს და ეს ანუ იმ დროს მარიკა თამამად შემიძლია ვთქვა რომ იმ სიმღერის თუ მუსიკის ენერგეტიკამ გადაარჩინა. ანუ როცა სიმღერა დაიწყე, მას მერე დაიწყო მარიკას გამოჯამრთელების პროცესი. რამდენი ხანი მღეროდი, რამდენი? რა 3 თვე იყო, აი გონო თვალები გახელილი უბრალოდ და მე როცა გამოვიდა კომიდან რაღაც, ოღონდ მაშინაც ვერ ლაპარაკობდა, მეტყველების უნარი ჰქონდა დაკარგული და მე ოღონდ სიმღერით დაიწყო ესეც. ლაპარაკი კი არა, ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ რომ უმღეროდი, მყვებოდა სიმღერას. რაღაც. და მოკლედ სასწაული იყო მართლა მაგის გადარჩენა. აი ძალიან დიდი წვლილი აქვს თავის სამეგობროს, აი თეზო მაგალითად, აი არც ერთი დღე არ მიუტოვებია და ასევე სხვებსაც. ყოველ დღე მღეროდი? ყოველ დღე იქ ვიყავით, აი მთელი ეს ახალი წელი იყო, იქ შევხვდით მთელი ჩვენ ახლა ოჯახის წევრები, მაგრამ თავის სამეგობრო, ესენი ჩვენი ახლობლები, აი ყველანი სულ იქ ვიყავით ფაქტიურად, ჩვენც იქ ცხოვრობდით ეს პერიოდები. მარიკა რო უკვე ლაპარაკი დაიწყო, ეს რაღაცა გარკვეული 4-5 თვის მერე მოხდა. ვკითხე ესე რა, ნახევრად ხუმრობით, რომ
მეთქი მარიკა რამე არ გასწავლეს იქ თუ ისევ ესეთი სულელი დაგაბრუნეს თქო. აი მართლა ეს უბრალოდ ხუმრობით კითხე და ამან დახუჭა თვალები და მკითხე და უცებ ყვება რომ გოდევნახე ჩემ გარდაცულ ძმაზეა ლაპარაკი. ჯერო ის შეუვარდაო მანქანასო იმაშიო რა ქვია წინო და იმიტომ არაფერი არ მქონდაო მომტრეულიო ფეხებიო. ხო და თან უცებ გამახსენდა მე ჩემი სიზმარი რომ სანამ ეს ამბავი მოხდებოდა 3 დღით ადრე დამესინა ჩემი გარდაცვლილი ძმა რომ მქონდა გოგოს კაბა და წითელ მანქანასთან იდგა და ძალიან გაბრაზებული იყო რაღაცა და მუხლები ჰქონდა დასისხლიანებული. ხო და ეგ იმ ღამესაც მოუყევი და მე 3 დღის მერე მოხდა მარიკას ამბავი და ზუსტად წითელი მანქანა დაეჯახა. ხელში ეჭირა კაბა. რაღაცა ისეთი კაბა რომელიც მე ვნახეს ის მარში და ნუ მოკლედ ეს რომ ეს მარიკა მარიცოდა ჩემი სიზმრის შესახებ, იმიტომ რომ მე მაშინ არ მყავდა ნანახი რა. უბრალოდ მე მოვყევი ამათთან და მარიკა სხვაგან ცხოვრობდა მაგრამ. ხო და უცებ ჩემს სიზმარს მიყვება ეს იქ რა ნახა. დავიბენი მართლა ისიც კი არ ვიცოდი როგორ უნდა მეკითხა რამე. ყვებოდა ყველაფერს როგორ იყო იქ ქაურობა, ანუ მაღლები იყო რა კარგია იქ, ზოგი როგორი ბედნიერია აქ. რაღაცა რო არ უნდა წამოსვლა და ასე შემდეგ და რაღაც ჩავწერე ეს ვიდეოზე, მაგრამ ვერ გაგიზიარებთ სამწუხაროდ. ხო არის მიწიერ სამყაროში, აი ცოტა მოვმაშური ან პატიმოყოლება ის მსგავსი გრძნობები მანდ არ იყო. ყველა უყვარდა, ყველა პატივცემდა, ანუ იმდენად ბედნიერებას უფევდა, რომ აი არ ვიცი რაღაცა აუხსნელი აღუწერელი შეგრძნება იყო, რაც მან უფევდა, რაც აქ არ არის სამწუხაროდ. და აი სიმღერის მომენტში აი იმ ბედნიერების მომენტს პოულობდი ხოლმე იქ რასაც გრძნობდი და ამიტომ მანიჭებდა თუნდაც ის სიმღერის პროცესი მაგ მომენტში ბედნიერებას. ანუ მაგიტო ქონდა ძალა ვფიქრობ იმ სიმღერას, რომ ამ სამყაროში დავებრუნებინე. ხო, ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობ, რომ შეიძლება ეგ სიყვარული ასე ვთქვათ, რასაც იქ გრძნობდი, აქ სიმღერამ გაგრძნობინა და მე გადაწყვიტე, რომ გაიღირს აქაც და ბრუნება მოდი. ხო. გააჩნი ალბათ რა ემოციით ღერი და ემოციასაც ენერგეტიკა აქვს, ხო, რომ ანას იმდენად უნდა და მარიკას გამოჯანმრთელება, რომ ალბათ თავისი ენერგიას დებდა იმ ხმაში და შეიძლება მაგანაც გარკვეული როლი ითამაშა. ესე იგი, როგორც ამბობ, წაშლილი გაქვს მეხსიერება, მარტო შეგრძნება გახსოვს, მაგრამ რამე სურათები თუ გახსოვს, ან სახეები, ან ასე ფერები, ან რამე ეგეთ. ნახე ფერებს ვერ აღვქვამდი ბერც მაგ დროს. ანუ არც თეთრი, არც ოქროსფერი, აი უცხოფერი, ძალიან ლამაზი, ანუ იმდენად ლამაზი იყო, რომ სიტყვითაც ვერ ხსნიდი რა ფერის ან ტაძასმელი ეცვად. ან ვერ აღწერა მას ამ მომენტში. რომც მახსოვდეს, მაინც ანუ შესატყვისი არ არის. რომ თქვა რა იყო იქ. უბრალოდ ის შემიძლია ვთქვა, რამდენად კარგი იყო და რამდენად ლამაზი იყო იქავრობა. აი მაგ გამოცდილების მერე დაუშვათ, აი რაც იქ მიიღე. აი აქ რო დაბრუნდი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა ისე ვიქ დაუბრუნებულიყავი. ეხლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს. სურვილი დაიწყე. ხო, ნუ ალბათ როცა ჩემი დრო იქნება, აუცილებლად მივალიქ. ჯერჯერობით როგორც კი არ დავრჩები. მან განსაჯეს, ჯერ ჩემი დრო არ არის იქ მისვლის, უნდა დავბრუნდე აქ. ესე გითხრეს. სწორად საქმე მაქვს ჯერ. ამიტომ არ მიიღეს მან. ესე გითხრეს, ჯერ შენ დრო არ არის და მე ხო, ნახეთ ეგ მომენტიც გოდემ ნახე მან პირველი. გოდემი მიყვანა აი თანგელის მთავარ ანგელოზის ტაძარი გვაქვს. მსგავსი ტაძარი იყო მანდაც. მანდ. და გოდემ შემიყვანა უფროს კაცი, არ ვიცი რატომ ვანცხოვებდი სხვებისგან. მაგრამ იყო მანდ გამორჩეული ხალხი.
უფროსი ხოშამარა ასე ვიძახდი არ ვიცი ფიზიკურად იყვნენ დიდები მაგასაც ვერ ვიტყვეს კონკრეტული მომენტი არ მახსოვს უბრალოდ ის მახსოვს რომ ვანსხოვებდი იმ სხვების მან ბიძაშემის იყო აი გოდეს мама მან იმ უფროს კაცი ოღონდ მაჩეს ფიზიკურად არ იცნობდა ეს მარიკას ანუ დრო დაიბადა იმ წელს გარდაიცვალა ხო და იქ რო შემიყვანა ანუ ის კი არა რომ აი მე მისის ძმისშვილი მივედი და არაფერი ჩვეულებრივ როგორც სხვა ადამიანები იყვნენ მან ის ექცეოდა ეგეც უბრალოდ მე ვიცოდი რომ ეს ბიზნესჯემი იყო არ ვიცი საიდან როგორ მაგრამ ვიცოდი ხო და მაშინ თქვეს რომ არა ამას აქ რა უნდაო რომ გოდემ რო შემიყვანა და მაშინ თქვეს რომ ჯერ შენი დრო არ არის უნდა წახვიდე იქ სადაც მოგიყვანეს ხო და გამომიშვეს იმ ტაძრიდან რომ გამოვიდით მე კარებს მოვეჭით რომ მეთქი ალა დავრჩები მან კიდე ლამარია არის ჩვენთან სანამ ტაძარში შეხვალ პატარა მონაკვეთია ხო მინაშან მან კიდე დანარჩენი ხალხი იყო ხო და მან ერთი ქალი გამოვიდა ხო და მაგათ თქვა იყოს დავტოვოთ რა უჭირსო სურვილი გამოთქვა მაგ ქალმა ეს ძალიან გამიხარდა მაგომეთში მაგრამ არა ხო და გამომიშვეს გამოფუნცლეს უკან იმის და მიხედავდა რომ არაფრის დიდებით არ მინდოდა უკან დაბრუნება მეთქი დავრჩები რა რატომ მიშვებთ იქ რატომ მიშვებთ აი თქვენ რა გახსოვთ რა ყვებოდა მე თვითონ მგონიცა ჩვენ სასახლე იყო ძალიან და მათ ჩვენესო რომ ჯერ შენი დრო არ არის ოქო мама შენი უნდა ჩაწუესო თუ რაღაცა და მაგ მომენტზე იწყებდა ტირილს ხმამაღლა ემოციურად რომ აი мама ჩემი რატომ უნდა მოკვდეს და რაღაცა იანვარში ჩვენ ვიცით ლიფანალი ესეთი მიცვალებულების დღეებია როცა ვიწევთ აქ სტუმრებს ვესაუბრებით ნებისმიერ პრობლემაზე თუ რაც იყო თუ რაღაცა ხო არ ესწრებოდა ამ ლიფანალის კონკრეტულ რიტუალს რომელიც ჩვენი მომენტში ჩავატარეთ მარიკას გარეშე ეს ყომაში იყო ამან სარკეში უყურებდიო და ზუსტად აღწერდა რას ვაკეთებდით ჩვენი მომენტში ან რაღაც მონიტორივით აქვთო იქო და ყველაფერს ხედავენო მართლა ერთ შეყვებოდა რას ვაკეთებდით იმ მომენტში ეგრო ყომაში იყო და რომ სახელებს რატო არ იძახითო ყველასიო იმიტომ რომ თუ სახელს არ დაიძახებო ისინი არ შემოდიანო ანუ ელოდებიან როდის დაუძახებო ზოგი ამიტომ შეერი რჩებაო რომ არ იძახე ანუ სახელს როცა არ იძახი და სხვათა შორის სვანებმა ვიცით ესეთი დაფიცება აი თუ გარდაცვლილი ყავ мама მაგალითად მე ეს დამაფიცებდნენ რომ მამის სული დაგეკარგოს ანუ ეს იყო ყველაზე მძიმე დაფიცება იმიტომ რომ თუ არ მოიხსენიებ შენს მამას მაშინ კვდება ზუსტად ჭამაზე იყო კიდე ძალიან საინტერესო რაღაცა შივრები იყვნენ და მაგას როგორ აღიქონდი რომ იქ იყვნენ რაღაცა გარკვეული კატეგორიის სულები რომლებსაც ასევე საჭმელი უნდოდათ და აქედან რაღაც მისთმეული საკურთხი მისდიოდათ თუ შეგიძლია ეგ რომ მომიყო უფრო დეტალურად ხო ანუ მანდ იყო სუფრა აი ყველანაირი საკვები იყო ვისაც რა შეიძლება უნდოდეს არ ვიცი ღმერთის საკურთხი ალბათ მაგომაჭი ღმერთის სუფრა მანდაც შეძლოთ ყველას ლაფრიჭამა მაგრამ ნახე როცა აქედან არ მიდის ის ან თავის მიცვალებულს თუ არ ახსენებს ის თავისი საყვარელი ადამიანი ან ვინც დაკარგა მაგ მომენტში უკვე ისინი წუხან მაგით რომ აი ნახე მე იმას არ ვახსოვარ და ის უჩემოდ მიირთმევს თუნდაც უჩემოდ ჭამს ისე რომ არც კი ვახსენდები არაფერი და ამ დროს მათ სურთ რომ გაიხსენონ და ის საჭმელი თუნდაც მათას მიირთვან რასაც ის თავისი შთამომავალი მიირთმევს და ეხლა შენ როგორ ხარ როცა საჭმელს ჭამ მათაც შესთავაზებ ხოლმე
ანუ კი არაფერი არ დაგაკლდება მაგ მომენტით, აი როცა თუნდაც უბრალოდ საჭმელად რომ მიხვალ დაჯდები, რომ გაიხსენო, რომ შენც თუ სურვილი გაქვს, შენ შეგიძლია მიირთვა ჩემთან ერთად. ეს მათთვის ძალიან დიდი რამეა. რაღაცა უწყვეტი ჯაჭვია თითქოს ჩვენსა და მათ შორის, ანუ აი ეს ლიფანალია ეგ ზუსტად, რომ იმ დღეებში ჩვენ სვანები ვამარცხებთ სიკვდილს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ერთიანდება ორი სამყარო. იქ ირღვევა ზღვარი, ანუ რაღაცა კარიბჭე აღარა გვაქვს. ერთად ვართ ყველა ერთ სივრცეში და აი მომენტში ყველაზე მეტად გრძნობთ ხოლმე ხო არ ხედავთ იმ სულებს ან ხო არ რაღაცა მაგრამ შეგრძნებები მართლა არის ესეთი რომ მე მაგალითად ძალიან მჯერა. გაისეგრძნობთ ხოლმე ამ სულების თანამყოფობას მაგ მომენტში. ვცდილობ მაგალითად მე რომ რაღაცა კონტაქტი მქონდეს, ვესაუბრო ჩემს პრობლემებზე, ჩემს განვლილ წელზე, იმიტომ რომ წელიწადს ისინი განაგებენ და მე შენი ადვოკატები ხდებიან რაღაცა საერთო სასამართლოზე და გიცავენ. თქვენში შეიცვალა რამე აღქმა სამყაროს მიმართ, ან ცხოვრების მიმართ, ან მომის. ვერ შეიცვლებოდა მათე, იმიტომ რომ ჩვენ ამ ყოფაში გავიზარდეთ. კი არა და როდის იყო სანდრინი პირველად რო ჩამოვიდა ქალი, რომელიც ფრანგი ქალი იყო, რომელმაც ჩვეულებრივი წარმატებული ყველაფრით თავისი რაღაცა კომპანია აქვს, რაღაცა რომელმაც მე და ანას გითხრა, რომ თქვენ რომ მღერითო, თქვენთან ერთად ვიღაცა კიდე მღერის თქვენთან ერთად ვარ, ვიღაცებიო და მე მოუყევი ამ ლიფანალზე დაინტერესდა, ჩამოვიდა, აქ იჯდა აი შენ სადაც იხარ ახლა და ხატავდა როგორ ვინ სად ისხდნენ, რაღაცა ბევრი დეტალი დაამთხვია და ამ სულებს ხატავდა? როგორ რას აკეთებდნენ, რას ცეკვავდნენ, მღეროდნენ, თუ რას აკეთებდნენ, ამ სანდრინი ხატავდა თან იმაში თავის ბლოკნოტში და შემდეგ ამას მიყვებოდა, მაგრამ რაღაცა მაინც რომ გინდა რაღაცა არ იჯერებ თუ როგორც არის და მე გამიჩნდა სპორტული ინტერესი რო იწყვიან და დავიარეთ მთელი სოფელი ამ მომენტში, როცა სულები ჩვენთან არიან, ანუ ოჯახებში და მართლა ძალიან ბევრჯერ დაამთხვია ყველას ამბავი რა, ყველა ოჯახში თქვა ის, რაც სინამდვილეში მოხდა. და როგორ ამას ხედავდა მიცვალებულს? თვითონ როგორც იძახდა, ეს უფრო გრძნობდა ეს რაღაცა სხვანაირად ხსნის ეს რაღაცა მესამე თვალი თუ რაღაცა რომელიც შეიძლება და ყველა ადამიანში არის უბრალოდ ჩვენ ჩახშული გვაქვს. და მიცვალებულის ამბავს ყვებოდა თვითონ? ყვებოდა ხო და თან ხატავდა ამ ყველაფერს. აი რამე კონკრეტული ამბავი ხო შეგიძლია რომ მომეწონა? ერთი იყო რომ მაგალითად დედაჩემი თამაშობდა კარგად ჭადრაკს, მაგრამ ეხა სანდრინისთვის ეს სრულიად უცნობი იყო და ლალხორი არის სასამართლო, სადაც სულები მიდიან მაგალითად შაბათ საღამოს. ხო და ლალხორამდე ისინი ანუ რაღაცას ბჭობენო, რომ იქ როგორ დაგიცვან შენ ლალხორში. შენ თავიანთი ოჯახი როგორ დაიცვან. ხო და სუცებ სანდრინი წამოხდა და ჭადრაკის დაფა არ გაქვთო? მე გავგიჟდე რატო მეთქი? აიო, დედა შენ სჭირდებაო, იმიტომ რომ სტრატეგიისთვის სჭირდებაო იქ როგორ დაგიცვათ. და ეს ქალბატონი ამბობდა რომ როცა თქვენ მღერითო, თქვენთან ერთად კიდე სხვებიც მღერიან. თქვენ გრძნობთ ხოლმე მაგას, როცა თქვენ მღერით, რომ თქვენთან ერთად რაღაც სხვა ენერგიაც არის? მე ვგრძნობ მართლა რაღაც ხანდახან აი პირველად რომ ამამღერეს ძალით რაღაც აი ჩემი ძმის მერე რაღაც ჩასე აი ისე გავფავდი იქ რომ რაღაც და თითქოს ვიღაცამ სცენაზე ჩემს მაგივრად იმღერა, ავედი იქ რაღაც დავჭიქი რაღაცა, მაგრამ თითქოს ხმას ვერ ვიღებდი და მე ჩანაწერი რომ მოვისმინე, აი გაუცებული დავრჩი რომ ეს მე ვიმღერეთ ხო. იმდენად მართლა ის იყო. აი რაღაც სულ ემზადებოდნენ აქაურები იმ ქვეყნისთვის. აი მაგალითად ძველი ქალები ტანსაცმელსაც კი ამზადებდნენ ჩემოდნებში, როგორც სამოგზაუროდ ემზადები, საუკეთოდ ტანსაცმელს თუ რამე შეხვდებოდნენ იმ ჩემოდანში ჩადებდნენ, რომ
რო გარდაიცვლებოდნენ, მე ესენი უნდა ჩაეცვათ იმ სამყაროში. მიდიოდნენ გრძელ გზაზე სამოგზაუროდ სამუდამოდ. სიკვდილი შიში არ იყო, ხო? სიკვდილი გარდაუვალი მომენტი იყო, მაგრამ თითქოს აქაურები ამას ამსუბუქებდნენ. ხო და მეტყველება როგორ დაიწყე ეგ? მამა ჩემს ამერიკა პირველი მამა თქვი მოკლედ. იმის ხმის გაგონებაზე პირველი ამომხდა სიტყვა მამა. ისტიროდა და ეს ცდილობდა რაღაც ეთქვა. მე იყო უკვე მეტყველების პრობლემა, ხმას საერთოდ ვერ იღებდა. და მე ესენი გვევებნებოდნენ რომ რაღაც მძაფრ სიუჟეტიანი ფილმები აჩვენ მოკლედ და მე დაალაპარაკეს მამამის. და იმაზე პირველი სიტყვა მამა თქვა მოკლედ და შემდეგ იყო მოკლედ აი რაღაც ძალიან სუსტად იყო აი ყველა სალსალკე გვეკიდა ყველას ეს ნუ ხაო არაფერში ჭამი თავს ვერ იჭდე ზოგს თავი ძალიან იმად იყო რა მოკლედ აქედან თუ რამე გამოვიდოდა იმ პერიოდში ისეთი და მე ნელ-ნელა აი როგორც პატარა ბავშვს აწყებინებენ სიარულს ესე დავაწყებინეთ ჭამა ანუ წოლის რეჟიმში გამწერეს და მე ხელახლა დაიბადე ნამდვილად რა შეიცვალა შენში ზოგადად ანუ საფრთხეობრივად შინაგანად ფსიქიკის დონეზე ნახეთ მიწიერი შეგრძნებები ისევ მაგშიშიც რაღაც ეს ყველაფერი მაგრამ სიკვდილის აღარ მეშინია პირიქით და არც მკვდარი არ მეცოდება ოღონ ყველაზე ამას ვერ ვიტყვი არის გამონაკლისები აი ეგეს არ ვიცი რატომ არის გამონაკლისები ადამიანები ვინც მეცოდება რომ მკვდება მეთქი ეს საცოდავია ალბათ იმიტომ რომ ნუ ამას მე ვერ ვიტყვი ნამდვილად რომ არ მიდის იქ სადაც მე ვიყავი ან არ ვიცი მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ახლობლები თუ მეთქი არა ის ცოდოა რა იძახე ის ანუ ცოდოა რა მოკდა არა მეთქი ის არა ცოდო ჩვენ ვართ ცოდო ის ნამდვილად არა პირიქით ეს შეგრძნება ეხაც მაქვს და ეხაც აი მართლა ვამბობ რომ ვიცოდი რომ ხალ მოკდები და ესე ვიქცახვალ ბედნიერ ვიქნები იმის და მიუხედავად რომ ნორმალურად თქვა ჩვეულებრივ მაგრამ არა ანუ იქ იმდენად კარგია რომ მაგრამ ყველასთვის ხო არ არის კაი ეს რა რო თქვი ზოგი გეცოდება ზოგი არ გეცოდება და მაგას შეიძლება ინტუიტიურად გრძნობა ხო აი კარგიცი ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგრამ ნახე ხო არის კარგი ადამიანობა აი თუ ვიცი ვინც არის კარგი ადამიანი ვიცი რომ აი ეს ცუდია ბოღმა ბოროტია ის მეცოდება სიკვდილისთვის ის კარგი არ მეცოდება ეს საერთოდ დატრიალებს პარადიგმას პირიქით არის ხოლმე ჩვენ ცუდი ადამიანების სიკვდილი გვიხარია ხო ჭაძახით ხო ის მეცოდება იმისთვის ალბათ სადაც მიდის ალბათ არ ვიცი თორე ეხა თუ მიწიერ სამყაროდან წავიდა შეიძლება მე მოხარულის ვიყო მაგრამ ის მეცოდება ნახეთ აი როთეკიდან დავბრუნდი აი იმდენად სუფთა ვიყავი აი სახში რომ გამწერეს პროკურორიც მოიყვანეს მეთქი იმის და მიუხედავად რომ რამისაც ხორება თავზე დამენკრა მაგომეჭი მეთქი ლამის არა ხო მეთქი არ მინდა მე არავის უჩვილო არ მძღოლებსაც კი არ უჩიოდი როგორც ამბობდი გარდა იმ სიმღერისა კომაში ყოფნის დროს გახსოვს ერთი მონაკვეთი როცა დედაო იყო მოსული ხო ნახე ეგ მომენტი მე სახეზე არ მახსოვს ისე და უბრალოდ ვიცი რომ დედა ვიყურდა რომ ჩასხმობიდან ეთასკან გამომიტანი მაშინ და დანარჩენი უკვე მეგობრების მონაყოლიდან ვიცი რომ ჩემს გვერდზე რეანიმაციაში პალატაში თუ რეანიმაციის რომელიღაც პალატაში მღვდელი იწვა ხო და მასთან იყო მოსული და მე სამწუხაროდ ძალიან ბევრი ტრავმებიდან გამომდინარე ძალიან მტკიოდა და ვყიროდი ვწიოდი და შეწუხდა ვიკითხავ რომ რა ჭირს ამ გოგოს
და მოვიდა ჩემთან. აი მაგ მომენტიდან ეგ უკვე მეგობრების მონაყოლი ვიცი, მაგრამ აი იქიდან უკვე მე მახსოვს. ვიცი რომ ვიღაც ქალი, დედაო, მოვიდა ჩემთან. მან დაწერა უფალო შეგვიწყალი ფურცელზე. მოვიდა ჩემთან და ყურში ჩამჩურჩულა რომ შვილო ღმერთმა თუ გადაწყვიტა რომ შენ დაიბრუნებინე, ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნებაო და ის უფალო შეგვიწყალე წარწერა გამიკრა საწოლის თავზე. როცა რაღაც ძალიან გეტკინება, ეს წაიკითხე და აუცილებლად შვება სიგრძნობო. იმ დღიდან მოყოლებული, როცა რაღაც ძალიან მიჭირდა, თუნდაც სულიერად, თუნდაც ფიზიკურად, გადავხედავდი ხოლმე იმ თაბახის ფურცელს და გულში წავიკითხავდი, ანუ ვიტყოდი, რომ უფალო შემიწყალე. და იმდენად დიდ შვებას გრძნობდი. აი, აუხსნელია ეგ მომენტი. იმ კივილსაც მიამებდა. აი, ამ ამბის მერე გრძნობ ხოლმე უფრო ძლიერ კავშირს ღმერთთან. კი, რაღაც მომენტში სხვანაირად შევხედე ცხოვრებას. თუ რამდენად უბრალოა ქაური ყველაფერი. არც ისეთი მნიშვნელოვანი არ არის. არც ისეთი როგორც გონია. აი, რას ეთყოდი ადამიანებს? ნახე, ყველაფრიდან არის გამოსავალი. ეგ ვისწავლე მაგ ავარიის შემდგომ. ძალიან ბევრი რაღაცა პრობლემა მქონია ცხოვრებაში. ძალიან ბევრი. ისი გადალახვაც ჩემთვის შეუძლებელი იყო. მაგრამ აი არასდროს არ უნდა დავკარგოთ ღმერთის იმედი. უბრალოდ უნდა მიენდო ღმერთთა დრო მისცე, რომ ჩაერიოს იმ შენს. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვი, უნდა მიენდო და დრო მისცე. მოთმინება და მინდობა ალბათ. ხო, აი ყველაზე მთავარს მაგას ვეტყობი. მოთმინება უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა და ღმერთის მინდობა. რაღაც მომენტში შესაძლოა პრობლემა გაქვს, გინდა რომ ვერ ხვდები, როგორ უნდა გავაკეთო, როგორ უნდა გამოვასწორო, სულ მიიჩქარი, მაგრამ უბრალოდ უნდა მივენდოთ, ღმერთს მივენდოთ. ვიწამოთ და ყველაფერი კარგად იქნება აუცილებლად. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დიდი იმედი მაქვს, რომ მიაღწევს ეს სიტყვები მაყურებლების გულამდე. მე ეჭვება რომ არ მიაღწიოს. ევროპაში მოგზაურობის დროს გქონდათ ასევე გამოცდილება, როდესაც უშუალოდ გამოიყენებოდა უკვე თქვენი სიმღერა გარკვეული თერაპიული მიზნებისთვის. აი, მაგაზე შეგვიძლია რომ ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა და გარდა მაგისა თუ ქონიათ კიდე სხვა შემთხვევა, აი, მარიკას ამბის გარდა, როცა გამოგიყენებიათ ეს პრაქტიკულად. ანუ ბელგიაში ამ მარიკას ამბავს ზოგადად ხშირად ყვები ხოლმე, მაგრამ ხო და იქ რო ჩავედით და ეს რაღაცა კონცერტები ქონდა, ჩვენი ერთ-ერთი მასპინძელი ადამიანი, ეს გთხოვა, რომ მუშაობო ეგეთ დაწესებულებაში, სადაც უნარშეზღუდული ხალხი კურნალობს თუ არის, თუ როგორც არის. ანუ ძალიან მძიმე ხალხი, მდგომარეობაში მყოფი ხალხი, სადაც ჩვენ გვაქვს რაღაცა მუსიკალური თერაპიები ჩართული ამ პროცესში, მათ გაჯანსაღებაში, მაგრამ გთხოვა, რომ იქნებ ქართული მუსიკა მოვასმენინოთო და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო შემოთავაზება იყო, იმიტომ რომ კი ვიცი, რომ ეგეთები არსებობენ ესეთი ადამიანები, მაგრამ რომ ვიფარებთ მაინც და აი სირაქლემის პოზიციაში რომ დგები და არ გინდა დანახვა ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ეს ძალიან დამთგუნველია და არ გინდა რომ დაითრგუნო და ხო, ირიდებ რა ამ ყველაფერს. რომ მივედით იქ ჯერ ფსიქოლოგს შეგვახვედრეს, რომ რაღაცა შევემზადებინეთ, იმდენად მძიმე სურათი იყო. იყო უზარმაზარი წენტრი, ასეთი მისი რა ქვია და სხვათა ფსიქოლოგმა იქაც თქვა, რომ მომლელებს კიდე მეტად ურჭირდებათო ეს მუსიკალური თერაპიები, იმიტომ რომ რაღაცა დამშვიდნენო რა. დაძაბულები ვიყავით მაგ მომენტში და
გაიღო კარი და აი თითო პაციენტს თითო მოვლელი მოყვებოდა ეს ეტლებით და ეს რაღაცა ტანჯული სახეები და რაღაცა ყვირილი და რაღაც ნუ ძალიან ძიმე სურათი იყო და მოკლედ რომ დავიწყეთ რაღაცნაირად ხო უნდა დაგვეწყო მაინც რაღაც რთული იყო მაგრამ დაიწყეთ და რომ უყურებ ამ ხალხს რომ შენ სიმღერას თან ერთად როგორ მშვიდებიან და ამ დროს ვიგრძენი მართლა რომ აი ჩემი ხმა რაღაცას შველის ამათ და მთელი გრძნობით მინდოდა რომ იქ ჩამედო მთელი ჩემი ენერგია რომ ამათ მიეღოთ ჩემგან რომ რაღაცა შვება თუ როგორც არის და პირველად კიდე მქონდა ესეთი განცდა რომ კი სცენაზე ხშირად გვიმღერია ეს სამკურნალო სიმღერები ქართული ხალხური რომელიც მრავლად არის და ამით მართლა მკურნალობდნენ მაგრამ რადგან ჩემ პროფესიაც ეთნოგრაფია ასე ვთქვათ ვიციე გამბები და უშუალოდ რაღაცა წიგნებიდან და ასე შემდეგ მაგრამ პრაქტიკაში ეს იყო ჩემთვის პირველი შემთხვევა როცა შევასრულე ის კონკრეტული სამკურნალო სიმღერა კონტექსტუალურად ანუ საჭიროების მიხედვით და არა რაღაცა ტაშისთვის. და ეს იმხელა შთამბეჭდავი ის იყო შეგრძნება, არ ვიცი როგორ აღწერო. ჩემთვის სიმართლე გითხრა მე სხვადასხვა ჯგუფებთან მქონდა შეხვედრა და პირველი იყო უმძიმესი ხალხი იყო დასაკიანი და მე უკვე შეგვიყვანეს სხვა დარბაზში და იქ უკვე ბავშვებიც იყვნენ და აი იქ უკვე ვერ შევიკავე თავი გამოვარდი აი ისეთი კარგი ისეთ სევდიანი თვალებით იყურებოდნენ მე ეს ბავშვები და იქ ძალიან გამიჭირდა ყველა პაციენტს თავისი მომვლელი ყავდა და მომვლელებს გკითხეს რომ ქონდა თუ არა რეაქცია ამ ქართულ მუსიკაზე ამ პაციენტებს და ყველამ ერთხმად უპასუხა რომ ეს იყო წარმოუდგენლად დიდი რაღაცა ეფექტი საქართველოში თუ ქონიათ მსგავსი გამოცდილება არა მაშინ ეხლა მე ვარ თქვენთან პაციენტის სახით უშეცდება Sa